მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა, შუა დღემშვიდობისა, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, ძალიან ბევრ საინტერესო თავგადასავალს, გადაცემაში საახალწლო განწყობას უფევს და აი ამ განწყობის გამძაფრებაში ჩემი უძვირფასესი სტუმრები საკუთარ წვლილს დაუზარლად შეიტანენ. მე მათ მადლობას გადაუხდი, რომ ამ წლების მანძილზე მონაწილეობდნენ გადაცემაში, იაზრებდნენ და იზიარებდნენ თავისუფალ პასუხისმგებლობას და გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იქნება. ვეცდებით, რომ ბევრი სითბო გაგიზიაროთ ქუთაისიდან, იმიტომ რომ ქუთაისი სიყვარულთან და სითბოსთან ასოცირდება და ამასთანავე ბევრი მუსიკა შემოგთავაზოთ, იმიტომ მუსიკის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობაც და მით უფრო საახალწლო განწყობა აზრს მოკლებული იქნებოდა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. მე ნანა თევდორაძე ვარ და ჩემთან სტუმრად იმყოფება ძალიან კარგი ადამიანი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ბატონი კახა რამიშვილი, რომელსაც მივესალმები და მადლობას გადაუხდი, რომ დღევანდელ დღეს მოვიდა თავის საყვარელ ინსტრუმენტთან ერთად და ნამდვილად დაგვატკბობს და ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს მუსიკალურად. მოგესალმებით კახა, გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მეც ერთგული მსმენელ მაყურებელი ვარ თქვენი ტელევიზიის და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ძალიან სასიამოვნოა. მე მიხარია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ვფიქრობთ, რომ ამ წელს არაერთხელ გადავეკვეთებით და ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებთ, როგორც თქვენ საყვარელ ქალაქს, თქვენ საყვარელ ქვეყანას და რა თქმა უნდა თქვენს ერთგულ მსმენელებს, რომლებიც როგორც ვიცი, მრავლად ყავთ საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ. მოდი ვიდრე ვისაუბრებდით თუ რა გეგმები გვაქვს უკვე ამ ახალ წელს, რა უნდა გავაკეთოთ 2026-ში, ალბათ საინტერესო იქნება შევაჯეროთ როგორი აღმოჩნდა გასული წელი თქვენთვის, თქვენი კარიერისთვის და რომელ მოვლენას გამოყოფთით, რომელმაც ესე ვთქვათ, ძირეული საფუძველი შემოგთავაზათ, რომ რაღაცები გამოასწოროთ უკვე ამ ახალ წელს. მოგესალმებით ძალიან კიდევ ერთხელ. ძალიან დატვირთული წელიწადი გქონდა ეს წელიწადი. ძალიან ბევრ ღონისძიებებშიც მივიღე მონაწილეობა. დასამახსოვრებელი აქედან იყო ძალიან კარგი მახსოვს წალენჯიხაში ტერენტი გრანელის პოეზიის კვირა ტარდებოდა და იქ გამოვედით მე და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი ლელა ლუმთაძე ხშირად გვიწევს ერთად გამოსვლა ძალიან აი ისეთი ძალიან დასამახსოვრებელი საღამო შედგა ჩვენთვის და მსმენელისთვისაც ალბათ ძალიან მისა იქნებოდა კიდე რამეები, ხო? ძალიან ბევრი ახლა ნუ რო ჩამოვთვალო, ძალიან შორს აგვიყვანს ასე ვთქვა და ძალიან გადატვირთული იყო ეს წელიწადი, ივენთებით ასე ვთქვა და ბედნიერების დღეებით ძალიან ბევრი ვიტყვი, მიხარია ხო? ძალიან აი სიძე დედოფალიც ბევრი გავაბედნიერე ჩემი მუსიკით და შეუყვარდა ხალ საქსაფონი ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და მიხარია რა. ხო, ნახეთ რა მაინტერესებს ბატონო კახა, შეუყვარდათ იმიტომ რომ გავიაზრეთ თუ უბრალოდ მოდაში შემოვიდა და მოდას ავყევით. ანუ როგორ ფიქრობთ, ეს ხო ძალიან რთული ინსტრუმენტია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა მედია გარემო მოქმედებს ყველაფერში, იმიტომ რომ უყურებენ საზღვარგარეთ, რომ აი ხელის მოწერის ცერემონია რაღაცა, აი საქსაფონის თანხლებით მიდის და ისეთი საქსაფონი ისეთი ინსტრუმენტია, კარგად უკრავ, ლამაზი ბგერები მოდის და ძალიან სამახსოვროა და ხდება ისეც, აი დედოფლები, ასე რომ თქვა, უბედნიერესი დღეამთ მიკვეთავენ რამელ მუსიკაზე უნდათ შემოსვლა, აი საქსაფონის თანხლებით და წინას არ ვამზადებ და ქუთაისი არავის არ ჩამორჩება მსოფლიო ქალაქებს, აი ისეთ დონეზე სრულდება ჩვენთან ახლა აი ეს ცერემონიალები. ძალიან ბევრი ივენთები ისეთი სხვადასხვა ვიყავი გელაბარკალაიას მათე მოტორსის გახსნაზე, ნუ მე ვიყავი მარტო ასე ვთქვათ მუსიკოსი და ეს და ძალიან კარგი შტაბ-ბეჭდილებები იყო. ბატონო კახა, იცით რა მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის, როცა თქვენი საყვარელი და ერთგული ინსტრუმენტით შეიძლება ადამიანებს გაულამაზოთ. მნიშვნელოვანი თარიღები, მნიშვნელოვანი წამები და რას ნიშნავს პუბლიკა, რომელიც გრძნობთ, რომ დიდი ინტერესით გისმენთ? პირველ რიგში პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა და ეს პასუხისმგებლობით რომ ეკიდები უნდა კონდეს ნაშრომი, რომ იყო იმ დონეზე, თან ჩვენი ქალაქი და დასავლეთ საქართველო, თუ გინდა აღმოსავლეთ საქართველო, თბილისი, ძალიან მომთხოვნი მსმენელი არიან.
და აი მიყვარს როცა ის გაუცების სახეები არის რაღაცა და მოწონს ძალიან და მადლობას რომ გიხდია რომ როგორ გავალამაზე და კარგით, პირველ კომპოზიციას ხო არ შემოგთავაზებ, ჩვენ ამგვარად გადავანაწილეთ, რომ სამ ესე რომ ვთქვათ, კომპოზიციას წარმოადგენთ დღეს პირდაპირ ეთერში და დავიწყოთ რიგით პირველი მათგანი, თორემ რომ გითხრათ რა შემოგთავაზებთ, ეხლა შემოგთავაზებთ ახალი წელი დგება და მოდი ვაჩუქოთ ჩვენ ქარაკლაკს ახალი წლის მუსიკა. სიამოვნებით მოგისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ზოგადად რომ გვითხრათ და მოგვახსენოთ თუ არ დაიზარებთ ცხადია, რას ნიშნავს თქვენთვის აი ეს ახალი წელი რაღაც განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება თუ როგორც ვიცით ხოლმე ადამიანებმა დროის გასვლასთან ერთად ნელდება სიყვარული ახალი წლისადმი? ძალიან დიდ ემოციებთან და მით უმეტეს ახალი წელი ყველასთვის ისეთი არის ძალიან სამახსოვრო ხშირად ახლა გადავდივარ აი ჩემ ბავშვობაში აი ახალი წელი სულ სხვა იყო მაინც იმ დროს ხო მაგრამ ყველასთვის ძალიან დიდი ბედნიერების მომტანია ახალი წელი როგორც ყველა ისე და ძალიან დიდი ემოციები და მით უმეტეს მე ხშირად მიწევს ემოციების შემატება ჩვენი ქალაქისთვის აი პატარა ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. და ახალ წელს საერთოდ სულ დაკავებული ვარ ჩემი ინსტრუმენტით. ხო, ალბათ ესეც ერთგვარი ბედნიერებაა, რომლის გარეშე ცხოვრება თქვენთვის და მუსიკოსისთვის ასრს მოკლებული იქნებოდა. ბავშვობა გაიხსენეთ და ახალი წელი, შობა ახალი წელი, ხშირად ბრწყალებში გვაიძულებს, ხო? დავბრუნდეთ და ეს ნოსტალგიები მოგვეგვაროს. რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად აი იმ როცა ბავშვი იყავით? აი რა მახსენდება და ახლანდელი მოსავლე ახალგაზრდობის სასახლე, მაშინდელი პიონერთა სასახლე და აი გზეიმები სულ და ეს გახარებული ბავშვობა და აი ეს მეგობრები ყველა ადამიანები ვინც აი ბედნიერები ვიყავით და ახალ წელს მით უმეტეს. დროის გასვლასთან ერთად რა იცვლება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში? ბევრი რაღაცები იცვლება, მსოფლმხედველობა იცვლება რაღაცები, მაგრამ ადამიანი თუ ხარ აი ისეთი არაშორიდან არამედ უყურებ ახლოდან ყველაფერს, ბევრ რაღაც სიკარგეს ხედავ, ბევრი რაღაცა ისედაც იცვლება და უბრალოდ ადამიანი სულ უნდა ცდილობდა იყო ისეთი, რომ სხვას მიუტანო ესე იგი მიანიჭო ბედნიერება. როგორც ხვდები და ლოგიკურია, ძალიან აქტიური ბავშვი იქნებოდით. პირველად რამდენი წლის იყავით სცენაზე რომ ახვედით? აი მე ალბათ ბაღში. ჯერ კიდევ ბაღში, ბაღიდან იწყება?
რა თქმა უნდა ბაღში და ცეკვა მიყვარდა ძალიან სხვადასხვა ახლაც მიყვარს ცეკვა ხოლმე რომელ ცეკვაზეა საუბარი ჩვენს ქართულ ცეკვაზე თუ ქართულიც რა თქმა უნდა აი ეს გემრიელი ცეცხლო დაანთებდა აი ესეთი მაგრამ აი ლათინური ცეკვებიც მიყვარს ძალიან და აი ეს შემოგეძალათ ახლა შემოქმედებაში ხო ეს ტემპი და ტემპი და აი ესეთი ძალიან ხო თან გვარიც მიწყობს ხელს ცეკვის უნდა ცეკვავდეთ კიდე სხვაგვარად არ შეიძლებოდა სხვათა შორის ახალგაზრდობაში უკრავდი თბილისში იყო ასეთი სამხედრო ესე იგი ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სამხედრო ანსამბლი იყო ის და აქ მოცეკვავეებიც იყვნენ მუსიკოსები ვიყავი ძალიან დიდი ორკესტრი იყო ასე სიმფონ ჯაზის ასე რომ ვთქვა ძალიან დიდი 28 კაციანი კოლექტივი გუნდი იყო და იყვნენ მოცეკვავეები და აქ ვინც ეკავდა ყველა თითქმის სუხიშვილების რუსთავის და აი ესეთი მოცეკვავეები და ისინი და იქ რომ მოგვიწევდა რაღაცა წავიცეკვებდი და მეხმერწებოდნენ განებე ინსტრუმენტს თავი გადმოდიცებაში ვერ გადამიპირეს რა საინტერესო იქნებოდა რომ ეს სცენაზე ყოფილიყავით როგორც მოცეკვავე რატომ გადაძლია ინსტრუმენტის სიყვარულმა როგორ ფიქრობ ეს არის ისეთი ინსტრუმენტი მე სხვადასხვა საყვირზე უკრავდი თავიდან ხო და აი შემდეგ რომ ჩავაბარე საესტრადოზე მე გადავედი მესამე კურსზე რაღაც შემთხვევის გამო საქსაფონზე ეს საქსაფონი არის ისეთი შეგვაყვარებს ძალიან თავს აი შრომატევადია ყველაფერი მაგრამ ძალიან შეგაყვარებს თავს ასე ვთქვათ ხდება როგორც შენი სხეული აი ისეთი გრძნო და ხანდახან ჩემი მეუღლე ეჭვიანობს თქვენო ინსტრუმენტიო ბატონო გიყვართო ჩემზე მეტად მე მგონიო და რა თქვენ რას პასუხობთ სანაცვლოდ ანუ იუმორი და პირველ რიგში ოჯახი რა თქმა უნდა და ხო მაგრამ დიდ დროს უთმობთ დარწმუნებული კი ძალიან დიდ დროს უთმობ და დაახლოებით ჯემში რამდენი წელია უკრავთ საქსოფონზე ძალიან დიდი წელი ახლა მე ანგარიშო 84 წლის მერე ოჰო მე მგონი ძალიან დიდი დრო არის გასული და ყოველდღიურ რეჟიმში რას აღმოაჩენთ ხოლმე მაინც ხო აი ეგ ძალიან კარგი კითხვა არის ყოველდღიურ რეჟიმში ახლა სულ ძიებაში ვარ აი ახლა აუცილებლად თქვენთან ალბათ გავუშვებთ იმას მე და DJ სომალი გადავედით ასე ვთქვათ ცოტა ელექტრონულ ექსპერიმენტებში ვართ უკვე დავიწყეთ რაღაცები გაკეთებულიც აგვაქვთ ერთი ნაწარმოები ასე ვთქვათ თავის კლიპით ყველაფრით და უბრალოდ დროს უსწრით გამოზაფხული აი მაშინ უნდა გავუშვათ ეს კლიპი ასე ვთქვათ თქვენთან გავუშვებთ აუცილებლად თან ისეთი რაღაცა არის ჩვენ ქალაქს ეხება აი ახალი ჟანრია ჩვენს და მე და სომალი ახლა თანამშრომლობთ ხო და ვფიქრობთ რაღაცა და ერთი მერე შემდეგ კარგი კონცერტი თუ იქნება საშუალება ახალგაზრდებისთვის ქალაქში ხო ენერგიული ასე ვთქვათ DJ და საქსაფონი ჯერ ქალაქში ასეთი არ ყოფილა და მე კი უკრავდი ევროპაში DJ-ისთან ერთად და ახლა სხვა ექსპერიმენტები თან ქართული ფოლკის შერევებით რა თქმა უნდა ანუ ეს სიახლე ქართულმა მსმენელმა მოითხოვა თუ ფიქრობთ რომ თქვენთვისაც საინტერესო გამოწვევა საინტერესო არის და დღეს ახლა თუ რამე ხდება აი ისეთი სადაც ახალგაზრდობა იკრიბება რაღაც DJ-ი მოთხოვნადია და ნუ საქსაფონის მოთხოვნადია და ერთად ტანდემი ძალიან კარგი იქნება ფიქრობ. იცით რა მაინტერესებს და რამ დამაინტერესა? როცა მუსიკოსი საკუთარ შემოქმედებაზე ფიქრობს, იქ შეიძლება კომერციული კუთხით ეგრეთ წოდებული ქოვერების საჭიროებაც იდგეს ტვისტ წესებში. ანუ რამდენად რთულია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე დაკვეთის მიხედვით ვიმუშაოთ და არ დაიკარგოს საკუთარი მეც და საკუთარი გემოვნებაც. არა, სულ ვცდილობთ რომ ჩვენი მე იყოს წინ და წინ იყოს ჩვენი მე შეიძლება კავერს უკრავდე, მაგრამ უნდა გააკეთო ისე რომ შენ ჩამდე უფრო წინ ვიდრე ის კავერი. აი ეს კავერი დაუშვათ, აი თქვათ ვიტყვი ისეც, აი სულიკო ჩვენი უკტავი იგი ხო? ნუ ამაზე ახლა 1000 ვარიანტია შესრულებული ხო? მაგრამ აი ვცდილობთ რომ აი ეს ქართული ის იყოს შიგნით ძალიან ბევრი და წარმოჩნდეს აი ეს ინსტრუმენტი. კი, რას არ დააკოვერებთ არასოდეს? ყავთ ეგეთი მუსიკა ან შემსრულებელი, ვინც არ გიყვართ და არასოდეს არ. ნუ ახლა მაგას შევინახავ საიდუმლოდ. კარგი, რადგან საეთერო მოკლედ საახალწლო ეთერი გვაქვს, რამე კურიოზი ახლდა გასულ წელს რომ გაიხსენოთ. აი ისეთი ვარ სულ კურიოზები მდევს ხშირად რაღაცა და ეს რომ დავიწყო ახლა ჩამოთვლა ძალიან ბევრი იქნება და საერთოდ მუსიკოსები ცოტა
ნუ არ ვიტყვი ჩემ თავზე დაბნეული ვარ თქო მოწესრიგებული ვარ ყველაფერი მაგრამ ძალიან ზედმეტი მოწესრიგებულობისგან მომდის კურიოზი აი გითხარით რომ მათე მოტორსის გახსნაზე ვიყავი თქო უბრალოდ ამერია საათი ასე ვთქვა და დილის 8 საათზე გავედი ქუთაისიდან 10 არ იყო იქ რო ვიყავი და ღონისძიება იწყებოდა 2 საათზე. ხო და აი იმ დროს ვჯავრობდი რომ როგორ დავკარგე გზაში და რაღაცეები და იქ ნუ კურიოზები ბევრი მაქვს რა, მაგრამ არა უშო. ცხოვრება მშვენიერია რომ მიტყვია. კი ეს განსაკუთრებით არ აქვს მნიშვნელობა ვისი წელია, რისი წელია, ყოველ წელს უნდა გავხსოვდეს რომ ცხოვრება მშვენიერია და თითოეული წამი მშვენიერია. ჩვენი ეთერი დღევანდელი შეხვედრა ქართული კომპოზიციის გარეშეც არ ჩაივლის როგორც ვიცი. და გავიგე, ასე დაგიგეგმავთ. ამჯერად რა შეასრულებთ რომ გითხრათ? მოდი აი ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ქალაქს მოვეფერები უკვდავი მელოდიით, რომელიც ყველას უყვარს რა, თაობაც არ უნდა იყოს, ეს მუსიკა ყველასთვის მისაღები და აი ამდენი წელი არის გასული, თუ არ ვცდები 56 წელს დაიწერა ეს 1956 წელს დაიწერა ეს მუსიკა და ნუ უკვდავია და უკვდავი იქნება ალბათ როგორც საქართველოს ყვავილების ქვეყანა. სიამოვნებით გისმენთ. და აი ჩემი მასში მაქვს გაკეთებული ასე თქვა რომ საქსაფონს მოუხდეს. ხო, საქსაფონს რომ მოუხდეს ძალიან კარგი.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა. მადლობა თქვენ. ჭეშმარიტად ალბათ მუსიკა მე როგორც მუსიკის მოყვარულს და მსმენელს არ არსებობს არც ერთი წამი და მუსიკა არის ერთგვარი თერაპია, ხო? ყველაზე მუსიკა ჩემთვის არასოცირდება რომ მხოლოდ როცა კარგად გრძნობ თავს, მაშინ მოვუსმინო. მუსიკას აქვს ანტიდეპრესანტის, ესე რომ ვთქვათ, ძალიან კარგი ეფექტი. რამდენად ხშირად იცლით რომ მოვუსმინოთ თავად მუსიკას და გაქვთ დრო? გარდა იმისა რომ დაუგრათ. სულ ვცდილობ მოვუსმინო მუსიკას და ახალ მუსიკას არ ჩამოვრჩე. აი რომ იტყვია შემძვრალი ვარ მედია სივრცეში. ვირას აკეთებს ახალ ძალიან ბევრი მეგობრები ვიყავს, ნუ საზღვარგარეთ საქსაფონისტების და ვირა ახალი რა სტილი, ყველაფერი ძალიან ვცდილობ არ ჩამოვრჩე და ეს მუსიკა არის ჩემთვის ცხოვრების წესი. დეპრესიის მომხსნელი დამაწყნარებელი თუ რამე არსებობს და აი ესეთი პრობლემაა, შევდივარ მუსიკას უსმენ, ან ვაკეთებ რაღაცას და იმ წუთას განმუხტვა ხდება ჩემში ცუდი ენერგიის არამე თუ არის აი ესეთი მუსიკა არის ნამდვილად ცხოვრების წესი. ძალიან უწყინარი საშუალებაა, ხო? ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ უსმენს, მაგრამ კიდე არსებობს სხვადასხვა ტიპის მუსიკა, ხო? რაღაც მუსიკა, რომელსაც ხარისხი არ აქვს, მაგრამ მუსიკა, რომელიც ფასეულია. რა თქმა უნდა. კი, ეს ჩვენ მსმენელებზე არის ალბათ დამოკიდებული, როგორ შევქმნით მუსიკოს, რამდენად მეთანხმებით. რას უკვეთავთ მუსიკოს, ჩვენ რამდენად განათლებულები ვართ? ნუ ასეთი სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ გააჩნია, ესე იგი არის მსმენელი ისეთი აი როცა მისმენენ მე დავუშვათ ვიტყვი ჩემს თავზე ახლა თუ შეიძლება ნუ ვიტყვი ახლა თანამშრომლობ ერთ ბართან ქუთაისში ნუ ახალი დაწყებული გვაქვს ძალიან კარგ ადგილზეა თუ შეიძლება დასახელება ხო აი ქალაქის ბაღში ძველი მედია ასე თქვა განახლებული არის ახლა მედია აი ბარი და ძალიან კარგი გარემო არის აი ესეთი კარგი გარემო და ნუ იქ მსმენელი რომ შემოდის მე ვხვდები უკვე მათ როგორი მუსიკა უნდა სხვადასხვა უცხოელები შემოდიან ხო და ამ კურიოზებზე ახლა რა ვთქვა მაშინ რომ მითხარით რომ გავხსენებოდა ვიტყოდი ხო და ხვდები უკვე მსმენელი რა მუსიკას ითხოვს და ძალიან სასიამოვნოა როცა უკრავ და აი მსმენელს აიყვან ასე უძახით მუსიკოსები აი არის და ულამაზებ რა იმ წუთის ესე იგი თავის ყველაფერს ავიწყებ და ადამიანი შედის მუსიკაში და იმ დროს როცა მე მსიამოვნებს რომ იმას სიამოვნებს ესე იგი აი ისეთი აურა იქნება ძალიან სასიამოვნო ბატონო კახა არ შეგაწყენთ თავს ძალიან ბევრ დროს არ წაგართმევთ როგორც ვთქვით 2025 წელი იყო საინტერესო იმ წელს ივენთზე იყო ალბათ ეს ძალიან ბედნიერება 2026 წელს უკვე აი ამ ახალ წელს მთელი წლის მანძილზე თუ გაქვთ რაღაც გეგმიური თარიღები მონიშნული ან საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გეგმავთ წახვიდეთ და დაუკრათ როგორი წელი გსურთ რომ გქონდეთ ну რა თქმა უნდა შემოქმედებითად წარმატებული წელი მინდა არ მიყვარს ძალიან დიდ რაღაც ადრე დაგეგმა რაღაცების მაგრამ ხდება ახლაც ახალწლოდ დამირეკეს აი წასვლაზე ჩემმა რიგელმა მსმენელებმა იქნებ ერთი კვირით მაინც ჩამოხვიდო ვერ წავალ იმიტომ რომ მეჩემნია საქართველოში ჩემ ქართველ მსმენელს მოვეფერო ხო და ну შემდეგისთვის გადავდები ის დო რიგაში მე თავს გზნობ როგორც საკუთარ სახში ხო ხშირად ავარ იქ და აი ამიტომ რიგაშიც და ლატვიაშიც და ლიტვაშიც ხო და ძალიან ბევრი რაღაცეები არის აი წეგანო ამბობდი ეს ტანდემი DJ-ის და რაღაცეები და ვაპირებთ გატანას მაგრამ ქუთაისს დიდი ხნით ვერ ვცილდებით რატომ ვერ ვცილდებით ისიც მითხარით იმიტომ რომ ქუთაისი მაგნიტია სიყვარულის ესე მარტივად ხო სიყვარულის ქალაქი მაგნიტია მიზიდულობის ძალა საზღვარგარეთაც როცა ვიყავი და ახლა დავდივარ მაქსიმუმ რომ წავიდე ერთი თვით რაღაცა და მოვილებთ დაგვრებს ჩამოვალ და აი ისე მონატრებული მაქვს ქუთაისი იმიტომ 14 წელი სტამბულში ვცხოვრობდი და სულ ჩემი თეთრი ხიდრი მენანდებოდა და აი ეს ჩვენი ბაღის კიდე და რა ფასი აქვს იმ დღეს თუ თეთრი ხიდზე არ გაივლი და კარგი, შეგიძლიათ ასე ვიცი თქვენ ძალიან გიყვართ თეთრი ხიდზე გავლა და ყველა ქუთაისელს ის ქარია თოვლია თეთრი ხიდი არის დღის განრიგში ჩასმული რაც მეტჯერ უკეთესი არის ჯანმრთელობისთვის და დიდხანს იწასყვის თუ გეკნებათ სურვილი ვისაც გსურთ მიულოცეთ ახალი წელი თქვენი სურვილებიც დაგვიტოვეთ და შემდგომ ისეთი ცეცხლოვანი კომპოზიციით უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა როგორიც ჩვენი წელი არის ხო პირველ რიგში რა თქმა უნდა მიულოცავ ჩემს მეუღლეს ახალ წელს მე ჩემს შვილებს
მერე პატარა შვილიშვილებს ასე ვთქვათ და ახალი წელი მაგათვის ბედნიერებაა და მოდი ახლა აი ამ მილოცვით რა თქმა უნდა თქვენ მსმენელს მთელ ქუთაისს მთელ საქართველოს ყველას მივესალმები ყველას ბედნიერ ახალ წელს უსურვებ და ბედნიერი წელიწადი გქონოდეთ ყველას ასევე თქვენს ძალიან დიდი მადლობა მეც გილოცავთ ახალ წელს მინდა საუკეთესო წელი გქონდეთ იმპროვიზაციების წელი გქონდეთ როგორც ცხოვრების სხვა მიმართულებით ასევე მუსიკაში მადლობა თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის და ვიმედოვნებთ რომ 2026 წელს და უკვე მომდევნო წლებშიც ხშირად იქნებით ჩემი სტუმარი და დაგვატკბოთ და გაგვანებივრებთ თქვენი არაჩვეულებრივი კომპოზიციებით და ინსტრუმენტით რომელიც როგორც თქვი ძალიან მოდური გახდა და ესეც მისასალმებელია რა შეგვისრულებთ ამჯერად რომ გითხრათ აი ახლა და ასე ვთქვათ ახალი წელი იწყება და მოდი ერთ ენერგიულ ლათინურ მუსიკას შეგისრულეთ რომელსაც ქვია ну ასე გათარგმნ ხოლო თქვენ რატომაც არა და მხოლოდ ჩვენ და მხოლოდ მეგა ტივის მსმენელს აბა გისმენთ ყურადღებით
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებები თქვენს ინსტრუმენტთან ერთად, თქვენს ოჯახთან ერთად, თქვენს მეგობრებთან ერთად და დაე ყოველთვის იყავით ქუთაისის სიყვარულის სადარაჯოზე. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, ბედნიერი წელი მინდა გქონდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მადლობა თქვენ, გილოცავთ თქვენს დამდეგ ახალ წელს, თქვენ მსმენელს, წარმატებას უსურვებ, მეგატიპს. ძალიან დიდი მადლობა დროებით აგემშვიდობებით ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი სტუმარი გახდათ მუსიკოსი კახა რამიშვილი. გილოცავთ ისევ და ისევ თქვენ ჩაობა ახალ წელს, სიყვარულით გეცხოვროთ, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.